ქუთაისში ქალთა და ბავშვთა მუნიციპალური საბჭო შეიქმნა საკითხი დღეს საკრებულოს 45 სხდომაზე განიხილეს. როგორც მიმართულების თავმჯდომარე მარეხი ნიჟარაძე აცხადებს, საბჭო ქალთა და ბავშვთა უფლებების დასაცავად შეიქმნა. ქალთა და ბავშვთა მუნიციპალური საბჭო შეიქმნა, რაც შეიცვალა გენდერული საბჭო. თქვენ იცით ძალიან კარგად, რომ სიტყვა გენდერი არა მარტო ჩვენთან და ალბათ ძალიან ბევრ ქვეყანაში უკვე ამოიღეს. ქალთა უფლებების დაცვა და ბავშვთა უფლებების დაცვა ისედაც პრიორიტეტი უნდა იყოს სახელმწიფოსი და ისევე ადგილობრივ თვითმმართველობის და ჩვენ ვაკლებთ პრიორიტეტად აი ამ საკითხს. ეს საბჭო შეიქმნა, სტრატეგია შემუშავებული გვაქვს, პროგრამებით შემუშავებული გვაქვს ქალთა უფლებების დაცვაზე და ბავშვთა უფლებების დაცვაზე. ბავშვთა უფლებებზე და ქალთა უფლებებზე ჩვენ ბევრს არ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ თითქმის ყველამ ვიცით, თქვათ რა საკითხებში შეიძლება დავიცვათ ქალები და ბავშვები. და ამავე დროს ჩვენი საბჭო შეიცვალა დებულებაც, იმიტომ რომ რეგლამენტით შეიცვალა. ჩვენი საბჭო, გენდერული საბჭო იყო დაახლოებით 35 წევრამდე. ეხლა გვყავს 12 წევრი, ამ 12 წევრში შედის ყველა ფრაქცია, ყველა კომისია, რა თქმა უნდა მივმართეთ ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლებსაც, რომ მაგათ ჩაესვათ ჩვენ საბჭოში წევრი, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. ასევე არის წარმომადგენლობით სოციალური სამსახურიდან, რომლებიც მუშაობენ მრავალშვილიან დედებთან, მუშაობენ ბავშვთა უფლებების დაცვაზე, ბავშვებთან სოციალური სააგენტოდანაც გვყავს წარმომადგენელი, ასევე გვყავს რესურს ცენტრის წარმომადგენელი, გვყავს აღმასრულებელის წარმომადგენლები, ასე რომ 12 დაკომპლექტებული წევრი გვყავს. აუცილებლად გვექნება ექსპერტებთან ურთიერთობა, ჩატარდება ტრენინგებიც და ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვაზე, ალბათ ყველას დაგვჭირდება კიდევ უფრო მეტად იცოდეთ ყველაფერი ამ საკითხებთან დაკავშირებით. ფაქტს, რომ საკრებულოს სხდომებს არ ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მარეხი ნიჟარაძე აფასებს და ამბობს, რომ ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული ოპოზიციის ხმა მათ ამ მომრჩეველს უნდა ესმოდეს საკრებულოდან. მათი უფლება არის საერთოდ ბოიკოტი, ჩვეულებრივად შეუძლიათ მათ ბოიკოტი გამოუცხადეს საკრებულოს, მაგრამ მე ვფიქრობ, როცა არჩეული ხარ, როცა ლეგიტიმაცია გაქვს მოსახლეობიდან და მათ ყავთ მათი ამომრჩეველი, ამიტომ მათი ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს როგორც საკრებულოში, ასევე პარლამენტში და აი ეს პლატფორმები აუცილებლად უნდა გამოიყენო წარმომადგენლობითი ორგანოს წარმომადგენლებმა იმის გამო, რომ მათ ამომრჩეველმა ის აირჩა არ არის, იმიტომ რომ ბოიკოტში იყვნენ და არაფერი არ გააკეთონ, აირჩიეს იმიტომ რომ მათი ხმა ისმოდეს, მათი ამომრჩევლის პრობლემებიც დააფიქსირონ და საერთოდ საკრებულოს სხდომებს მე ვფიქრობ, რომ საკრებულოს დეპუტატი უნდა ესწრებოდეს. მარეხი ნიჟარაძე ასევე აფასებს ქუთაისში ქართული ოცნების მერობის კანდიდატს დავით ერემეიშვილს, რომელსაც როგორც ცნობილია, კანდიდატად ოფიციალურად რამდენიმე დღეში წარადგენენ. ძალიან გამეხარდება, რა თქმა უნდა, დადასტურების შემთხვევაში დიდი მილოცვითაც და დიდი სიხარულითაც ვიქნები გამსჭვალული ბატონ დავით ერემეიშვილის მიმართ, იმიტომ რომ ის არის ძალიან ყურადღებიანი, ის არის კაცთმოყვარე ადამიანი, ის არის ტრადიციული, კარგი ქუთაისელი, რომელსაც ქალაქი უყვარს, ვისაც ქალაქი ძალიან უყვარს, ქალაქზე ძალიან ზრუნავს, იყო მოვალეობის შემსრულებელი და ძალიან კარგად გაართო მოვალეობის შესრულების დროს ქუთაისში პრობლემურ საკითხებს, ინფრასტრუქტურის საკითხებს და ყველა საკითხთან დაკავშირებით, როცა ადამიანი არის უშუალო, არის კარგი ქუთაისელი, მას უყვარს ქალაქი და უყვარს მოსახლეობაც და ადამიანებიც და მათთან სხვათა შორის არც შეხვედრებს არ ეძდება, ის პრობლემებზეც მოსახლეობას ჩვეულებრივად ხვდება და ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეული კანდიდატი იქნება ქუთაისში ბატონი დავით ერემეიშვილი. მივესალმები, რა თქმა უნდა, დამტკიცების შემთხვევაში.